ახალი პარკი რიყეზე და გვირაბი, რომელიც თბილისში ავტომანქანების მოძრაობას განტვირთავს, ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალ-ჰესამდე 1270 მეტრის სიგრძის გვირაბი აშენდა. ახლად გახსნილი გვირაბი პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს. რიყეზე კი სამშენებლო სამუშაოები ისევ გრძელდება. რიყეს რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე დასასვენებელი პარკი შეემატება. თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მეტეხის კლდის ქვეშ მდებარე გვირაბმა, რომელიც რიყეზე გადის, თანამედროვე სახე მიიღო. გვირაბს პირდაპირ უკავშირდება მარცხენა სანაპიროზე ორმხრივი მოძრაობა, ასევე უერთდება ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომავალი გზა. ეს მანქანა პირველი იქნება, რომელიც ახალ 1270 მეტრიან გვირაბს გაივლის. გვირაბი კი ერთმანეთს ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალ-ჰესამდე მონაკვეთს დააკავშირებს. ამით საგზაო მოძრაობაც მნიშვნელოვნად განიტვირთება. გვირაბის მშენებლობა უმოკლეს დროში 10 თვეში დასრულდა. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების ახალი განათება. თბილისში გვირაბი ბოლოს 1975 წელს აშენდა. ახალი გვირაბი დღეს გაიხსნა, რომლის ნაწილი ძველი გვირაბის მცირე მონაკვეთი ორთაჭალიდან ევროპის მოედნამდე ექსპლუატაციაში 2 კვირაში შევა. ახალი გვირაბი მთლიანად შედის ექსპლუატაციაში. ეს ახალი მონაკვეთი 400 მეტრიანი თავის პანდუსებით, შესაბამისად ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ მიმავალი მანქანა და ევროპის მოედნიდან ბარათაშვილისკენ მომავალი მანქანა უკვე ხვალიდან შეძლებს გვირაბში იმოძრაოს. ერთადერთი ორთაჭალიდან ბარათაშვილისკენ მომავალი მანქანების ძველი მონასეგმენტი გვირაბის დასრულდება 2 კვირაში. გვირაბის საშუალებით რიყეზე არსებული 8 ჰექტარი ტერიტორია მთლიანად ფეხით მოსიარულეებს დაეთმობათ. მოეწყობა თანამედროვე დიზაინის დასასვენებელი პარკი, ღია კაფებარებითა და ამფითეატრით. მანამდე კი რიყეზე განახლებული სამანქანო გვირაბი დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. გვირაბში პრეზიდენტმა თბილისის მერთან ერთად გაიარა. კიდე ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ვეძებ ესეთ კაცს. მებაღეობა ეხერხება, მაგრამ შენებლობა იცის, ეს გვირაბი მაგან ააშენა და გარშემო პარკს აგიაკეთებს. პურის ცხოვაც ეხერხება. და საერთოდ აი ეს არის თუ შეხვედრიათ სადმე. ხო არ არის? ეს ხო არ არის აქ სადმე? სად არის აბა? სად არის? ნახეთ. სად ნახეთ? შენებლობაზეა. მოდი კაცო აქ. ერთია თუ არა ის ხალხმა თვითონ განსაზღვროს. ამას განსაზღვრავენ ძალიან, მაგრამ მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს გვირაბი როგორ გაკეთდა. რიყეზე რეკონსტრუქცია გრძელდება, ტერიტორია გამწვანდება ათეულობით სახეობის ხემცენარით და ბუჩქით. დასასვენებელ პარკში დამონტაჟდება შადრევანი, რომელსაც ღამით სხვადასხვა შეფერილობა ექნება. სამგანზომილებიანი ფუნქციის შადრევანი შესაძლებლობას იძლევა მასზე ნებისმიერი სახის პანორამა გამოისახოს. დღეს რიყე გახდება ერთი ადგილი, სადაც ადამიანს შეიძლება თბილისელებს სტუმრებს ყველას სეირნობის შესაძლებლობა ისე რომ არ შეუშლის არანაირად მანქანა ხელს, იმიტომ რომ სამანქანო ნაკადი ჩავა გვირაბში და უკვე შეუერთდება ძველ გვირაბს ან ავა ევროპის მოედანზე. ანუ პრაქტიკულად წარმოიქმნება მთლიანად რეკრეაციული სივრცე, საზოგადოებრივი დანიშნულების რეკრეაციული სივრცე და იქნება ერთადერთი ადამიანი, სადაც ყოველგვარი მანქანის ხმაურის გარეშე თბილისელებს შეეძლებათ მტკვრის გასწვრივ ისეირნო და ასე ვთქვათ ბარათაშვილის გასად დიდ გასართლად ასე ვთქვათ მტკვრის გასწვრივ გაისეირნო. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი გვირაბი აბანოთუბანში აშენდება. რიყეზე გვირაბი კი მოძრაობას განტვირთავს. მარცხენა სანაპიროზე მიმავალი გზა გვირაბის გავლით ევროპის მოედანზე ამოდის, ან გვერდს უვლის ავლაბრის ცენტრალურ ნაწილს და გრძელდება ისნის მიმართულებით. ისნიდან კი მოძრაობა 2 მიმართულებით არის შესაძლებელი. ერთი გზა მარცხენა სანაპიროსკენ, მეორე კი ბარათაშვილის ხიდზე ადის.